სამშვიდობის ზურფასო ტელემაყურებლებო, TV+-ის ერთგულო მაყურებლებო, დღეს ორშაბათია საღამოს 8 საათი, ეთერშია ანალიზის დრო, მე კი მისი წამყვანი კონსტანტინე ჯაფარიძე გახლავართ. დღეს ჩემთან სტუმრად გახლავთ ქალბატონი ლალი ბუნტური, რომელიც არის ადვოკატის სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, მოგესალმებით. მადლობა სტუდიაში მობრძანებისა და გადაცემაში მონაწილეობისთვის. მიხარია თქვენი კიდევ ერთხელ ნახვა და არა მარტო ერთხელ, ჩვენ კიდევ ბევრჯერ შევხვედრილ ვართ ერთმანეთს და მადლობა ამ კარგი მეგობრობისთვის. ვფიქრობ დღეს საინტერესო გადაცემა გამოვა, იმიტომ რომ დღეს უნდა ვისაუბროთ, ვიტრიალოთ ასე ვთქვათ, სასამართლოს და ასე ვთქვათ, კანონების ირგვლივ. რამდენად ვზად ხართ ქალბატონ ლალი ვისაუბროთ და გავაკეთოთ ამ ყველაფრის ანალიზი. მზად ვართ. მაშასე დავიწყოთ. თქვენი აზრით ქალბატონ ლალი, რა არის ყველაზე დიდი პრობლემა დღეს საქართველოში სისხლის სამართლის სისტემაში? პირველ რიგში მოგესალმებით თქვენს ტელემაყურებელს, საზოგადოებას. დღეს საქართველოში სისხლის სამართლის კოდექსი არ გვაქვს. ცოტა რო გავშალოთ თემა, სისხლის სამართლის კოდექსი არის დასახვეწი, შესამუშავებელი, მნიშვნელოვანი საკითხები. სისხლის სამართლის კოდექსში არის ძალიან ბევრი და დიდი ცვლილებები შესატანი, აქედან გამომდინარე მიმაჩნია, რომ სისხლის სამართლის კოდექსი არასრულყოფილია დღეის მდგომარეობით. ქალბატონ ლალი, რამდენად დაცულია ბრალდებული უფლებები საქართველოში რეალურად და არა მხოლოდ კანონით? საერთოდ არ არის ბრალდებული უფლებები დაცული, არც კანონით და მით უმეტეს არც უკანონოდ, არც ფაქტობრივად. ბრალდებულამდე პიროვნებას, როდესაც აკავებენ, დაკავების მომენტშივე ირღვევა მოქალაქის უფლებები, რადგანაც ჩვენი კანონდამცველები არ არიან მომზადებულები იმ პრაქტიკით, რომ მოქალაქე როგორ უნდა დააკავონ, ამისი გათვლა ჰქონდეთ სამართლებრივ ჩარჩოებში არ ხდება მოქალაქეების დაკავება, ნებისმიერი მოქალაქის დაკავება იწყება ამ მოქალაქის მიმართ ზეწოლით, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფით. მე ვიტყოდი, რომ ბრალდებულამდე მისვლამდე არიან დაზიანებულები და დაზარალებულები, ვიდრე ის დაზარალებულები, ვინც შემდეგ გამოიკვეთება აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში. ქალბატონ ლალი, ხშირად ამბობენ, რომ სასამართლო უკვე გადაწყვეტილია, რამდენად რეალურია ეს განცდა? ნამდვილად ასეა. ჩვენ და საბედნიეროდ არიან მოსამართლეები, რომლებიც არ ემორჩილებიან მითითებებს და აქვთ საკუთარი შეხედულებები საქმეზე და იხილავენ ნამდვილად საქმეებს ნორმალურად და შედეგსაც დებენ. მადლობა უფალს, მადლობა მოსამართლეებს, მაგრამ ყავს მოსამართლეები, რომლებიც არიან, როგორ ვთქვა, მოკლედ მიშვებულ ჯაჭვზე გამობმულები, მაპატიეთ ამ გამონათქვამისთვის. ამას ვამბობ, იმიტომ რომ არიან მოსამართლეები, რომლებიც არა სამართლებრივ ჩარჩოში განიხილავენ საქმეებს, არამედ პოლიტიკურ ჩარჩოში და ასრულებენ პოლიტიკურ მითითებებს, ასრულებენ ზემდგომის ბრძანებებს და არა სამართლიან განაჩენებს ადგენენ. ამის შემთხვევები ძალიან ბევრი გვაქვს. ძალიან ბევრი ადვოკატი იყო პასუხისმგებაში მიცემული ჯერ კიდევ მიშა სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს და აქედან 99% უკანონო პატიმარი იყო. არც დღეს გვაკლია უკანონო პატიმრები. დღეს მდგომარეობითაც საკმაოდ გვყავს ასეთი ხალხი და მე მინდა ვთქვა, რომ რა მნიშვნელობა აქვს პრეზიდენტი
მიშა იქნება, გრიშა იქნება, პეტრე იქნება თუ ივანე იქნება. პრეზიდენტი ხომ არ გეუბნება შენ, რომ მოქალაქეს რო დააკავებ ის ადგილზე გაროზგეო. გეუბნება, შენი მორალი სად არის? შენი მორალი სად არის? შენი კანონისა და შენ ხო კანონდამცავი ხარ არა, როდესაც შენ თავს აძლევ იმის უფლებას და კანონი გაძლევს იმის უფლებას, რომ დამნაშავე დააკაო, შენ თვითონ უნდა გქონდეს იმისი პრაქტიკა გავლილი, როგორ ხდება ბრალდებულის, უფრო სწორად ეჭვმიტანილის დაკავება. ამიტომ ცოტა ისეთი სიტუაციაა ჩვენს ქვეყანაში, რომ სამართლიანობაზე ძნელია საუბარი. და ეს არა მარტო წინა ხელისუფლების დროს იყო, დღესაც ანალოგიურია. სასამართლო პროცესიდან დაზარალებული გააგდეს იმის გულისთვის, რომ სიმართლე თქვა სასამართლო პროცესზე. ძალიან სასაცილოა. კი ბატონო, და გვაქვს ისეთი მოსამართლეები, ეგრეთ წოდებული კლანის მოსამართლეები, რომლებიც მე ვარ და ჩემი ნაბადიო, რასაც უნდათ იმას აკეთებენ. მაგრამ კიდე გავმეორდები, რომ გვაქვს მოსამართლეები, მადლობა უფალს, ისეთები, რომლებიც არიან სამართლიანები და სამართლიან გადაწყვეტილებებს ღებულობენ და მე კეთს ვიხრი ამ მოსამართლეების წინაშე, რომლებსაც აქვს ღირსება და შეუძლიან საკუთარი გადაწყვეტილებები მიიღოს საქმიდან და საქმის მტკიცებულებებიდან გამომდინარე, სამართლიანი გადაწყვეტილების მიღება რო შეუძლიათ. ქალბატონო ლალი, რამდენად დამოკიდებულია დღეს სასამართლო და პროკურატურა ერთმანეთისგან თქვენი აზრით? მოდი ასე ვიტყოდი, რომ პოლიტიკურ ქორწინებაში არიან ერთმანეთთან. ასე რომ ჩახუტებულები, მაგრამ გავმეორდები კიდევ და ასე თქვა შეყვარებულები არიან ერთმანეთს. გავმეორდები და კიდევ ვიტყვი, არიან მოსამართლეები, რომლებიც ვერ ეხუტებიან პროკურატურას და აქვთ თავიანთი შეხედულება საქმის ირგვლივ და ღებულობენ სამართლიან გადაწყვეტილებებს. აი რა შესაძლებლობს უშვებენ ყველაზე ხშირად ადამიანები დაკავების დროს? ანუ როდესაც ისინი უკვე ეჭვმიტანილები არიან. რა შესაძლებლობს უშვებენ პოლიციელებთან? პოლიციელები, ნახეთ რა არის, პოლიციელს უნდა ქონდეს გავლილი ის ტრენინგები, როგორ უნდა მოხდეს მოქალაქის დაკავება, თუ კი ის საეჭვო პიროვნებად იქნა მიჩნეული, რა ფორმატში უნდა იქნას დაკავებულის აყვანა. საერთოდ თუ გადავხედავთ სისხლის სამართლის პოლიტიკას, იყო კანონმდებლობაში ჩადებული, რომ თუ მამაკაცი ბრალდებული, დამნაშავე, ეჭვმიტანილი, აი ბრალდებულით დავიწყე, შესაძლებელი იყო, რომ ბრალდებული ყოფილიყო და ყოფილიყო მიმალვაში ის ბრალდებული ძებნაში ყოფილიყო. იყო ისეთი პერიოდი, როდესაც კანონდამცავები ვერ დააკავებდნენ და არ დააკავებდნენ, პირდაპირ იყო მითითება, თუ ეს ბრალდებული, თუ დამნაშავე, ეჭვმიტანილი იმყოფებოდა ქალთან ერთად, თუ ქალი იყო მამაკაცთან ერთად ერთ ოთახში და არა ლოგინში. მაშინაც კი. მაგრამ დღეს შეუძლიათ, რომ დედის თვალწინ, მეუღლის თვალწინ, ფეხმძიმე მეუღლის თვალწინ სასტიკად მოექცნენ ეჭვმიტანილს და დააკავონ. მაშინ, როდესაც შესაძლებელია, რომ დღეს დააკავონ, ცემონ, თითები დაამტრიონ, ყურებიდან სისხლი ადინონ და ხვალე აღმოჩნდეს, რომ ეს პიროვნება იყო უდანაშაულო. ასეთი პრაქტიკაც გვაქვს. მაგალითად დღეის მდგომარეობით.
ყავს არ დავკონკრეტდები იქიდან გამომდინარე, რომ ჯერ კიდევ ძიებაში არის რაღაც გარკვეული საქმეები და აქედან გამომდინარე თავს შევიკავებ კონკრეტიკაზე. ყავს უვადო პატიმრები, რომლებიც შემთხვევის ადგილზე საერთოდ არ ყოფილან, მაგრამ უვადო პატიმრები არიან და მე მქონდა საუბარი მოსამართლესთან, რომელმაც დაადგინა განაჩენი უვადო პატიმრობაზე. და მოსამართლემ ასეთი სიტყვები თქვა. ქალბატონო ლალი, სანამ საქართველოში სამართლიანი სასამართლო არ იქნება, ჩვენს ქვეყანას არ ეშველებაო. ვწუხვარ, რომ ყავს ისეთი მოსამართლეები, რომლებიც მოსწონთ თუ არ მოსწონთ, მაინც პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ იმყოფებიან. მოსამართლე, რომელსაც აქვს მილიონობით გამამტყუნებელი განაჩენი დაყენებული და მილიონობით გამამტყუნებელი განაჩენიდან 50% თუ იყო კანონიერი გამამტყუნებელი განაჩენი, 50% პლუს 1% მაინც იყო არასწორი და გამამტყუნებელი განაჩენი დადგა, იმიტომ რომ მითითება იყო ასეთი. ასეთი მოსამართლეები, პროკურორები, რომლებიც კერავენ თეთრი ძაფით საქმის მასალებს და სასამართლოში წარადგენენ, სასამართლო, რადგან სასამართლომდე მივა საქმე, სასამართლო უკვე ვალდებულია, რომ ეს საქმე უნდა განიხილოს და განაჩენიც უნდა დაადგინოს. ძალიან ცოტა ყოფილა გამომართლებელი განაჩენები და იმ შემთხვევაში, როდესაც გამომართლებელი განაჩენს ადგენს მოსამართლე, აქვს იმისი საშიშროება, რომ შესაძლებელია მეორე დღეს ის მოსამართლე აღარ იყოს. რაც შეეხება სამართლიანობას, დღეს ჩვენ სამართალი არ გვაქვს. ქალბატონო ლალი, რამდენად ხშირად ხდება საქართველოში უდანაშაულო ადამიანის ბრალდებულად ქცევა? ძალიან ხშირად. ჩვენი ციხეები სავსე არის უდანაშაულო ადამიანებით და მუხრან მაჭავარიანის საბასი არ იყოს შენი ვახტანგი ლუდოვიკოს ფეხზე ჰკიდიაო, ფეხზე ჰკიდიათ ამ უდანაშაულო ხალხის სამართლიანობა ციხეებში რომ არიან. არავის არ აინტერესებს ამათი სამართალი. ის გვჭირს ვაი უბედურო საქართველო საით მიექანებიო და ჩვენ უკვე გადავქანდით იმ უფსკროლში, საითაც მიექანებოდა წლების უკან საქართველო. სამწუხაროდ. ქალბატონო ლალი, თუ ადამიანი ამბობს, რომ მასზე ზეწოლა განხორციელდა ჩვენების მისაცემად, რა უნდა მოიმოქმედოს მან ამ შემთხვევაში? თუ დაკავებულმა პირმა ადგილზევე გამოხატა პროტესტი, რომ მის მიმართ ხორციელდება ძალადობა, მაშინ იმას მაპატიეთ ჟარგონისთვის და ისე დაამუშავებენ, რომ დაავიწყდეს თვითონ ვინ არის. მაგრამ სასამართლოში, როდესაც წარსდგება პიროვნება, როდესაც პიროვნების წარდგინება ხდება სასამართლოში, მოსამართლე მას განუმარტავს. ეს ფორმალობაა თუ არაფორმალობა, მოსამართლე განუმარტავს მას თავის უფლებებს და უხსნის, რომ მას უფლება აქვს, თუ კი მის მიმართ განხორციელდა ზეწოლა, განხორციელდა ფიზიკური ან სიტყვიერი შეურაცხყოფა, დამამცირებელი მოქცევა, მას უფლება აქვს, მის მიმართ როგორი განაჩენიც არ უნდა დადგეს, თავის მხრივ ამ მის მიმართ ჩადენილ დანაშაულზე იდაოს, მიმართოს სამართალდამცავ ორგანოებს. მაგრამ ნახეთ რა არის ჩვენი უბედურება. აგერა მოიყვანეს პიროვნება, ყური აქვს ჩამოხეული, ცხვირი აქვს გატეხილი, ტუჩი აქვს გადმობრუნებული ცემისგან
და ამბობს, რომ არა პრეტენზია არა მაქვს და რატომ იცით? დიახ. ან ეშინიან, რომ იქიდან რო გამოვა უარესი მოუვა, ან მენტალიტეტია ასეთი, რომ ხლა რა კაცურია პოლიციაში გავიდე და ვიჩივლო. არა და აუცილებელია, მე ვფიქრობ. არა და აუცილებელია, იმიტომ რომ აი ზუსტად ეგ მენტალიტეტი მუშაობს უარყოფითად ორგანოს თანამშრომლების კუთხით, რომ ის მაინც არ იჩივლებს. ბიჭო, შენ რა ჩივლს აპირებ? და ჩემი აზრით ქალბატონო ლალი ამ თემასთან ახლოსაა და უნდა ვახსენო, რომ ჩემი აზრით ზუსტად ამ მენტალიტეტმა გამოიწვია ის, რომ დღეს გიგა ავალიანი ცოცხალი აღარ არის. დიახ. მე თავს ვარიდებდი გიგა ავალიანის საკითხზე საუბარს ყოველთვის. ეს ისეთი დელიკატური თემაა, რომ ჩვენ ყავდა დედამისის თუმა. კი, ვიცი და აი იმდენად დელიკატური საკითხია, რომ ამას ძალიან ფაქიზი მიდგომა უნდა. მე ვწუხვარ და ვწუხვარ დედამისის ტკივილს. ვწუხვარ იმ ბრალდებულების ოჯახის ტკივილს, ვწუხვარ განათლების სისტემის ტკივილს. ბატონო კონსტანტინე, დიახ. ავალიანის საქმე მიიყვანა ამ მდგომარეობამდე განათლების სისტემის არ ქონამ. ჩვენმა ეგრეთ წოდებულმა საერთაშორისო ნორმებმა არასრულწლოვნების მიმართ და არასრულწლოვნების მიმართ დამოკიდებულებამ ბავშვს, რომელსაც შეუძლიან, რომ მშობელმა თუ ის დატუქსა, რომ გაკვეთილი ისწავლე, სახლში დროულად მოდი და რატო იქცევი ცუდად, არასწორად, ამ ბავშვს შეუძლია, რომ პოლიცია გამოიძახოს, პოლიცია მოვა და მის მშობლებს დააკავებს. არა აქვს მნიშვნელობა ის მშობლები რატომ სთხოვენ შვილს პასუხს. ანუ ბავშვს აქვს უპირატესობა უკვე. ბავშვს აქვს უპირატესობა და ზუსტად ამან მიიყვანა ჩვენი ქვეყანა ამ მდგომარეობამდე, რომ შეუძლიათ პედაგოგები დახოცონ. ახლა თქვენს, რომ დღეს თუ გუშინ კიდევ ერთი პედაგოგი მოუკლიათ. დიახ. დღეს დილით იყო ტაბახმელაში მოკლეს. დიახ და ნახეთ მე ვიყავი გენერალური პროკურორობის კანდიდატი და სხვათა შორის იქ დამისვეს კითხვა და ერთ-ერთმა კომისიის წევრმა მითხრა, რომ ქალბატონო ლალიო, თქვენო ძალადობის მომხრე ხართ. ჩემო საყვარელო საზოგადოებაო, მინდა ხმა მაღლა ვთქვა, მე ძალადობის მომხრე არა ვარ. მე ვარ იმის მომხრე, მოსწავლე-მოსწავლეს გავდეს, მასწავლებელი მასწავლებს. ჩვენ როდესაც მშობელს წავართვით უფლებები, აი იქ წავახდინეთ ჩვენი მომავალი, ჩვენი ქვეყნის მომავალი, ჩვენი ახალგაზრდობა, ჩვენი მოზარდები. ავალიანის მკვლელების მშობლებს რომ ჰქონებოდათ იმისი უფლება, რომ თავიანთი თავგასული შვილები დაესაჯათ, ავალიანი დღეს ცოცხალი იქნებოდა. პედაგოგებს რო ჰქონოდათ იმისი უფლება, რომ დაუმორჩილებელი და ძნელად აღსაზრდელი ბავშვები აღეზარდათ სიმკაცრით და სიმკაცრით მოეხდინათ მათთან ურთიერთობა და განათლება ისე მიიღოთ ამ ახალგაზრდებს, მაშინ ავალიანი არ გვეყოლებოდა და არ გვეყოლებოდა ამდენი არასრულწლოვანი დამნაშავე. არასრულწლოვანი კი არა, მცირეწლოვნები არიან უკვე. ცოტა ხანში ალბათ ჩვენი
განვითარებული და განათლებული ხელისუფლება კანონს მიიღებს მცირეწლოვნების პასუხისგებაში მიცემის საკითხთან დაკავშირებით იქიდან გამომდინარე რომ 10 წლისები 9 წლის ბავშვები მაღაზიებს ტეხავენ, იპარავენ, ვიღაცას დანას უყრიან, ვიღაცას ქვას ესვრიან და აზრზე არ არიან რა მოყვება ამ ყოველიოს. და თქვენ წარმოიდგინეთ რომ ეს ბავშვებიც არ არიან აზრზე, ამას რატომ აკეთებენ? უყურებენ ქუჩაში. აი ზუსტად ქალბატონლალი მოდასაყოლილები ასე ვთქვათ. ქუჩაში მაწანწალა ბავშვებს მაპატიეთ ამ ჟარგონისთვის და ამ გამოთქმისთვის მაწანწალა ბავშვები არიან, რომლებიც უპატრონოდ არიან გაშვებულები. მქონდა მე ასეთი შემთხვევა სადგურის მოედანზე. პატარა ბავშვები დარბოდნენ, ერთმანეთს რაღაცას გლეჯდნენ, რაღაცას ართმევდნენ, იქ ვიღაცა ქალს შეურაცხყოფა მიაყენეს და იქ დაცვის პოლიცია იყო სადგურის მეტროს სადგურის პოლიციელები და მათთან შევედი და უთხარი ხალხო ფორმა გაცვიათ და თუ შეიძლება ეს ბავშვები ან გააჩერეთ დააკავეთ და გადაიყვანეთ შესაბამის სამსახურს ჩააბარეთ პატრონი თუ არ აყავს მომიბრუნდნენ და მითხრეს ქალბატონო 2 დღის უკან ჩვენ ეს ბავშვები გადავიყვანეთ თავშესაფარში და გუშინ საღამოს ისივ აქ იყვნენ იმ თავშესაფრებსაც სადაც ეს ბავშვები მიყავთ ქუჩაში გამოყრილი ბავშვები იმ თავშესაფრის ხელმძღვანელობასაც არ აქვს უფლება რომ ეს ბავშვები დააკავონ იქ თავიანთნებაზე უნდა მიუშვენ რა უფლება აქვთ რომ ამათ შენიშვნები მისცენ შეიძლება აგერ დანა გაუყაროს რაღაცა ჩაარტყას და ის თანამშრომელი მოკლეს აი ამ დონეზე არის ჩვენი კანონი მისული თუ ეს კანონია წეღანო თქვი ვაი უბედურო საქართველოს აით მიექანებიო 12-13 წლის ბავშვები ქუჩაში დადიან სიგარეტის წევით პლანის წევით ლეგალიზება ხო გვაქვს პლანის აქედან გამომდინარე მათ ვერავინ ვერ დააკავებს 12 წლის ბავშვი ისე რომ მიიღებს იმ მოსაწევს რომ გონს კარგავს და ასაკიან მამაკაცებთან მიდიან პატარა გოგოები და თავს სთავაზობენ და შეურაცხყოფას აყენებენ ამ მამაკაცებს ამ ბავშვებს ყავთ პატრონი არ მგონია მაგრამ რომ წყავდეთ რა უფლება არ აქვს იმ პატრონს რომ შენიშვნა მისცეს ვერს გაუბედავენ ჩემი აზრით ვერ გაუბედავენ აი წეგან თქვენ ბრძანეთ ბატონო კონსტანტინე რომ პროკურატურასა და სასამართლოს შორის დამოკიდებულება და პროკურატურა რამდენად არის სრულყოფილი და მობილიზებული ზუსტად აი ამ კითხვებით თქვენ პროკურატურის საპროკურორო საბჭოს სხდომაზე შენიშვნა მომცეს რომ თურმე მე ძალადობის მომხრე ვყოფილ ვარ ძალადობის მომხრე კი არა ვარ შვილების სწორად აღზრდის მომხრე ვარ სწორი განათლების მიცემის მომხრე ვარ რომ მასწავლებელს ჰქონდეს იმისი უფლება ბავშვმა რომელმაც გაკვეთილი არის ის დასაჯოს დატოვოს სკოლაში დამატებით და აიძულოს რომ მან გაკვეთილი ისწავლოს თუ კი მასწავლებელს რომელიც სკოლაში ასწავლის შეუძლია რომ ცალკე ბავშვი მოამზადოს და მისი მომზადებული ბავშვი უმაღლეს სასწავლებელში აბარებს ამ მასწავლებელს ხო იგივე განათლება აქვს სკოლაშიც რატო სკოლის მოსწავლეებს არ შეუძლიათ ეს მიღწევები იმიტომ რომ ამ მასწავლებელს სკოლაში არავინ აძლევს უფლებას რომ იმ ბავშვებს მოკითხოს გაკვეთილი თუ უნდათ მოყვებიან თუ არ უნდათ არ მოყვებიან და შეიძლება ამ მასწავლებელს პანღური ამოარტყან და კლასიდან ისე გააგდონ იმ მდგომარეობაშია დღეს განათლება და სკოლები
ქალბატონო ლალი, რამდენად ხშირად ხდება დღესდღეობით საქმეების ჭყალებში შეკერვა? დღესდღეობით 100%-დან 80% საქმეები იკერება. მართალია თეთრი ძაფით, მაგრამ მაინც. და იცით რა არის ჩვენი უბედურება? ამბობენ ადვოკატი მკვდარზე ვენუკიაო. ვენუკი ძალიან ლამაზია და ვენუქს შეურაცხყოფა არ უნდა მივაყენოთ. ადვოკატს, რომელსაც სასამართლოზე არ აძლევენ იმის საშუალებას ზოგიერთი მოსამართლეები, რომ მოწმეს რაიმე ისეთი კონკრეტული კითხვა დაუსვას, რომელიც მისი დაცვის ქვეშ მყოფს წაადგება და გეუბნებათ ეს კითხვა განრიდებულია, ამ კითხვას ნუსვავთ, იქ პროკურორს აქვს პრეტენზია, რომ ასეთი კითხვა არ უნდა დასმულიყო, აი ასეთ მდგომარეობაშია დღესდღეობით ეგრეთ წოდებული თეთრი ძაფით შეკერილი საქმეები. მოსამართლემ, რომელმაც იცის, რომ საქმე, რომელიც მის წინ დევს, არის თეთრი ძაფით შეკერილი და ვალდებულება აქვს, რომ ეს საქმე ბოლომდე უნდა გაიტანოს, ადვოკატებს არ აძლევენ საშუალებას, რომ საქმე სასამართლოში აწარმოონ სამართლებრივად. არ აძლევენ იმის საშუალებას, რომ მოწმეები გამოკითხონ კონკრეტული კითხვებით, რომ კონკრეტულად მიიღონ პასუხები ბრალდების საქმესთან დაკავშირებით. ქალბატონო ლალი, შეიძლება თუ არა ადვოკატმა თქვას უარი დამნაშავის დაცვაზე და თუ კი, რა შემთხვევაში? კი, შეიძლება რომ ადვოკატმა თქვას უარი დამნაშავის დაცვაზე, თუ ადვოკატისთვის მიუღებელია მისი დაცვის ქვეშ მყოფის ქმედებები და მისი პოზიცია. თუ ადვოკატი და მისი კლიენტი ვერ შეჯერდებიან და ურთიერთწინააღმდეგ მოვლენ საქმესთან დაკავშირებით, უფლება აქვს კი არა, ვალდებულია, რომ ადვოკატმა ჩაეხსნას საქმე და ურჩიოს მის კლიენტს, რომ აიყვანოს მისთვის მოსაწონი და მისაღები ადვოკატი, რომელიც მხარს დაუჭერს ბრალდებულის პოზიციას. მქონია მე საქმეები, როდესაც აი სასამართლოზე მილაპარაკია, რომ ეს ბრალდებული არის ანგელოზი და მაღადია და ფრთები ამოსდის, მაგრამ როდესაც ერთ-ერთზე დარჩენილი ვარ მე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან, მისთვის მითქვია, რომ არასწორი იყო და დამნაშავე იყო. ესეც ყოფილა, მაგრამ მინდა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ დამნაშავეები არ იბადებიან, დამნაშავეები ხდებიან რაღაცა გარემოებების გამო. გააჩნია ის გარემოება რა იყო, რამაც კონკრეტული პიროვნება იმ დანაშაულებამდე მიიყვანა. ქალბატონო ლალი, რამდენად ხშირია გარიგება პროკურატურასთან სასჯელის შესამცირებლად? ძალიან ხშირია და ბევრჯერ მითქვია, მომნატრებია ის პერიოდი, მე არა ვარ გუშინდელი ადვოკატი და მომნატრებია ის პერიოდი, როდესაც სასამართლო პროცესები ტარდებოდა. დღეს პირდაპირ გარიგებაზე მიდის საუბარი, საპროცესო გარიგება მოხდეს. მაშინაც კი, როცა ადვოკატი დარწმუნებულია, რომ შესაძლებელია ეს საქმე თუ სამართლიანი სასამართლო იქნება მოიგებს, თუ კიდევ მეორები, თუ იმ მოსამართლეს შეხვდა საქმე, რომელსაც თავისი პრინციპები გააჩნია და სამართლიანი მოსამართლეა, მაგრამ ესეც კითხვის ნიშნის ქვეშ არის მოხდება კი იმ მოსამართლესთან და აქვს ადვოკატს იმისი ილუზია ვთქვათ, რომ შეიძლება გამომართლებელი განაჩენი დადგეს
ბრალდებულის წინააღმდეგ ვერ წახვალ. შენი კლიენტის ნებას უნდა დაყვე. ამ დროს ეუბნები რომ შენ მართალი ხარ, რაზე რიგდები, რატო რიგდები და გეუბნება, იცით რა, არ მჯერა ამათი და მოდი რასაც გვთავაზობენ დავთანხმდეთ. მე მიმიტოვებია. პროცესი მიგიტოვე. ბრალდებული მიმიტოვებია და მithქვია, მე ამ საქმეზე მინდა რომ ბოლომდე ვიბრძოლო. მაგრამ რადგან შენ გინდა რომ გაურიგდე, მაპატიე, მაშინ სხვა ადვოკატი ნახე. მე ამ საქმეზე პროკურატურას არ გაურიგდები. ქალბატონო ლალი, შეიძლება თუ არა რომ უდანაშაულო ადამიანი წლები და თუნდაც მთელი ცხოვრება ციხეში იყოს. დიახ. მე მყავს დაცვის ქვეშ მყოფი, მე რა თქმა უნდა ეს პიროვნება უკვე მსჯავრდებული იყო მე როცა ჩავერთე მის საქმეში და ახლაც ციხეშია. ახლაც ციხეშია და უვადო პატიმარია. მე წეღან ვთქვი რომ ყავს უვადო პატიმრები, რომელთა მოსამართლეები, რომლებაც ეს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს, ის მოსამართლეები ამბობენ რომ თავისუფალი სასამართლო როცა იქნება, ქვეყანას მაშინ ეშველება. დიახ. ყავს უვადო პატიმარი, რომელიც შემთხვევის ადგილზე საერთოდ არ არის ნაყოფი. ექსპერტებმა სასამართლო პროცესზე განაცხადეს, რომ ჩვენ ამ პიროვნების ბიოლოგიური ნიმუშები არ გვქონია და ამდენად ჩვენ დასკვნაც არ დაგვიდიაო. მაგრამ უვადო პატიმარია. ქალბატონო ლალი, გადავიდეთ დასასრულის, ასე ვთქვათ, კითხვებზე. სულ რაღაც 5 კითხვა გვაქვს და დავიწყოთ, ბარემ რა უნდა იცოდეს ყველა მოქალაქემ თუ მოულოდნელად პოლიცია მის დაკავებას შეეცდება. ანუ როგორ უნდა მოიქცეს მოქალაქე დაკავების მომენტში? თუ კი პოლიცია მოქალაქის დაკავებას მოინდომებს, მან უნდა მოითხოვოს. თუ კი მისცა ამისი საშუალება, რა თქმა უნდა, პოლიციამ. უნდა მოითხოვოს ადვოკატი, აუცილებლად, უნდა მოითხოვოს ჭხრების დროს დამსწრე გარეშე პირი და შეუძლია გამოიყენოს დუმილის უფლება, სანამ ისინი თვითონაც არ გაერკვევა, რატო აკავებენ ამ პიროვნებას. რა შეცდომა შეიძლება ადამიანს მთელი ცხოვრება დაუჯდეს სისხლის სამართლის საქმეში? მაგაზე კონკრეტულად ვერ გიპასუხებთ იქიდან გამომდინარე, რომ შეიძლება ერთი კეთილი საქმე დაგიჯდეს მთელი ცხოვრების უკანონო პატიმრობაში გატარების ფასად. კარგი საქმე. თქვენ რომ გგონიათ, რომ კარგი საქმე გააკეთეთ. აი იმ კარგმა საქმემ შესაძლებელია დაგღუბოთ. კი ბატონო. რიგით მესამე კითხვა, ასე ვთქვათ, ფინალური კითხვებისგან. რა შეცვლიდით პირველ რიგში საქართველოს სისხლის სამართლის სისტემაში? თქვენი აზრი ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის და მაყურებლისთვისაც. სისხლის სამართლის კოდექსი, როგორც თავიდან დავიწყე, არის მთლიანად ძირფესვიანად შესაძლებელი. ჩვენ სისხლის სამართლის კოდექსში გვქონდა დაზარალებული ადამიანის ნაწილი, სადაც დაზარალებულს ჰქონდა უფლება, რომ ჰყოლოდა ადვოკატი. დღესაც აყავს დაზარალებულს ადვოკატი, მაგრამ ადვოკატს არაფრის უფლება არ აქვს, კი არა თვითონ დაზარალებულს არ აქვს უფლება, რომ კითხვა დაუსვას მკვლელს, რომელმაც შვილი მოუკლა, აგერა ავალიანი საქმე თუნდაც. არ აქვს უფლება კითხვა დასვას, რომ რატო მოუკლა შვილი, მამა, ძმა, მეუღლე, რა მნიშვნელობა აქვს დაზარალებულს? არ აქვს არაფრის უფლება და აქედან გამომდინარე არც მის ადვოკატს არ აქვს უფლება. ეს აუცილებლად არის ისივ დასაბრუნებელი სისხლის სამართლის კოდექსში. ასევე სისხლის სამართლის კოდექსში უნდა იყოს
ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი ჩასადები. იქიდან გამომდინარე, რომ როგორც ვთქვი, სისხლის სამართლის კოდექსი დღეს არაფერი არ არის და ძალიან ბევრი საკითხი არის იქ ჩასამატებელი და შესაძლებელი. ქალბატონო ლალი, რა არის თქვენი ყველაზე დიდი პროფესიული გამარჯვება? ვერ გავიგეთ. რა არის თქვენი ყველაზე დიდი პროფესიული გამარჯვება თქვენი? ჩემი პროფესიული გამარჯვება ის არის, რომ ჩემს სათქმელს ყოველთვის ვამბობ. მე მქონია სისხლის სამართლის საქმეები, რომ აი ყაჩაღობის მუხლით ყოფილან ბრალდებულები, მაგრამ შედარებით რომ ნორმალური სასამართლოები გქონდა მაშინ, მე წეღან ვთქვი, რომ მე არა ვარ ახალი ადვოკატი და სასამართლო დარბაზიდან წამომიყვანია ყაჩაღობის ბრალდებით პიროვნებები. მქონია საქმეები და მე ეს გამარჯვებად მიმაჩნია. მქონია საქმეები, როდესაც მკვლელობას ედავებოდნენ პიროვნებას და გამამართლებელი განაჩენით გამომიყვანია. იმიტომ რომ ნამდვილი მკვლელი გვიპოვნია. ჩვენ გვიძებნია და ჩვენ გვიპოვნია ბატონო. და არა სასამართლოს. და არა პროკურატურას და პოლიციას. მქონია ისეთი შემთხვევებიც, როდესაც დაკავებულის პატრონი მოვიდა ჩემთან და მკვლელობას ედავებოდნენ და არ გამოუსულ ვარ იქიდან, სანამ თან არ წამომიყვანია ეს მკვლელობაში ეჭვმიტანილი პიროვნება და რაღაც რამდენიმე საათში, მაგრამ ეს ბიჭი უკვე მე როცა მივედი უკვე დამუშავებული იყო, ნაცემი და გაუბედურებული და პროკურორთან მომსვლია კამათი, რომ აგინებდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ ამ დაკავებულს, მithქვია, რომ რა უფლებით და თქვენ არ გელაპარაკებით, ეხლა მე უნდა მელაპარაკოთ, მე ვარ უკვე აქ მეთქი. და ის პიროვნება სანამ ისინი არ წამოვიყვანე სახლში, ჩემ მიღწევად მიმაჩნია ეს, სანამ ისინი თავი არ დამინებებია. ცოტა ჯიუტი ადვოკატი ვარ. კარგია პირიქით ეს. და ამიტომ ერთი წელი პატიმრობაში ყოფნა მომიწია მიშას დროს. იმიტომ რომ ძალიან ჯიუტად ხოვულობდი კანონს და მითხრეს წადი და ციხეში იკითხე შენი კანონები. და ასე ჩემსავით ძალიან ბევრი ადვოკატი იყო უდანაშაულობის მსხვერპლი. ქალბატონო ლალი, და გადაცემის ბოლოს ყოველთვის მიყვარს ასეთი რაღაცის თქმა. ერთი რჩევა თქვენგან მოქალაქეებს. როგორ დაიცვან თავი როგორ დაიცვან თავი მოქალაქეებმა კანონის წინაშე? იქნებ მიმართოთ მოქალაქეებს. მოქალაქეებმა ჯერ უნდა მოითხოვონ, რომ კანონი არსებობდეს ქვეყანაში, რომელიც არ არსებობს და მერე იმ კანონის მიხედვით დაიცვან თავი. ნებისმიერ მოქალაქეს ჩვენ ფაქტიურად კონსტიტუცია გვაქვს თავზე დახეული. კონსტიტუცია აღარ გაგვეჩნია და კანონი ძირითადად მოდის კონსტიტუციიდან. და კანონი უნდა გქონდეს, რომ თავი დავიცვათ. თუმცა მე მინდა ჩემს მოქალაქეებს, ჩემს ქვეყნის მოქალაქეებს ურჩიო, რომ თუ კი ხედავენ, რომ მათ მიმართ ხორციელდება უკანონობა, აუცილებლად მოიწვიონ ჟურნალისტები. აუცილებლად და მოითხოვონ გაშუქდეს მათი დაკავებაც, მათ მიმართ ბრალის წარდგენაც და თუ სასამართლომდე მივა საქმე, სასამართლო პროცესების გაშუქებაც. როგორც ზოგიერთი პირების პროცესები შუქდება. მე არ მგონია, რომ ღმერთმა მე სხვანაირად გამაჩინა და რომელიმე სხვა ადამიანი სხვანაირად. ჩვენ ყველა ერთნაირად შევქმნა ღმერთმა და ერთნაირად გაგვაჩინა.
ერთნაირი უფლებები გვაქვს ყველას და ჩვენ მინდა ყველას გირჩიოთ და მოგიწოდოთ, რომ არავის თავი არ დაუხაროთ. შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ ეს ისივ ჩემი სიჯიუტია, ჩემი კუთხურობა, რაღაცა ისეთი გაუტეხლობა და ის. ქედი არავის არ მოუხაროთ. არ დაიჩოქოთ, თორემ ისე გაგთელავს ცხოვრება, როგორც დიდოელეკი ნაბადსაო. თუ წაიჩოქებ, გადაგივლიან. ამიტომ ვეცადოთ, რომ არავინ გადავიტაროთ და მოგიწოდებთ. მე მაქსიმალურად ერთი რიგითი ადვოკატი მზად ვარ, ყველას დაუდგე გვერდში, როგორც შემეძლება. მოითხოვეთ ლალი ბუნტური და ის თქვენ გვერდში იქნება. მოითხოვეთ ჟურნალისტები და ჩვენი ჟურნალისტები თქვენს გვერდში იქნებიან და გაშუქდება თქვენი საკითხი, თქვენს მიმართ განხორციელებული უკანონობა. მაშინაც კი, როდესაც ვართ დამნაშავეები, გვაქვს ჩვენი უფლებები, დამნაშავესაც და უდანაშაულოსაც. ამიტომ მოითხოვეთ, რომ გაშუქდეს მთლიანად, სრულყოფილად თქვენს მიმართ წარდგენილი ძალადობა იქნება ეს, დაკავება იქნება, ბრალი იქნება, ჩხრეკა აუცილებლად. და აუცილებლად მოითხოვეთ შემთხვევის ადგილი. თქვენს თანდასწრებით მოხდეს შემთხვევის ადგილის დათვალიერება და თქვენ დაესწროთ შემთხვევის ადგილის დათვალიერებას, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. სისხლის სამართალში ყველაზე მნიშვნელოვანი არის შემთხვევის ადგილი და შემთხვევის ადგილზე მოძიებული მტკიცებულებები. მთლიანად სისხლის სამართლის კოდექსი უნდა ბრუნავდეს შემთხვევის ადგილის ირგვლივ. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო ლალი. საინტერესო და ამომწურავ ინტერვიუს. მადლობა თქვენს მაყურებელს. კიდევ ერთხელ მოგმართავთ, თუ ვინმეს დაგჭირდეთ ლალი ბუნტური, ის თქვენს გვერდში იქნება. მადლობა, რომ ჩემი გადაცემის ძალიან ასე ვთქვათ ერთგული და საინტერესო სტუმარი ბრძანდებით. მადლობა თქვენ მოწვევისთვის. თუ კი დასჭირდება ჩემს ქვეყანას, მე იქ ვიდგმები, სადაც საჭირო ვიქნები. დღეს ვამშვიდობებით ჩემს მაყურებელს, ჩემს ძვირფას მაყურებელს და შევხვდებით ისევ ზეგ 4 შაბათს საღამოს 8 საათზე TV+ ეთერში გადაცემაში ანალიზის დრო. დროებით.